დღევანდელი განხილვის თემა იქნება პირველ რიგში მარკეტის სტრუქტურა, ელემენტარული მარკეტის სტრუქტურაზე მაქვს საუბარი. ვინც ახლა ამას უყურებთ, არ გეგონოთ რომ ამით მარკეტზე ანალიზი გაკეთება შეძლებთ და პროფიტული იქნებით და ფულის გამო გაკეთება შეძლებთ, იმიტომ რომ ეგ მასე არ არის, მაგრამ რო წარმოდგენა შეიქმნათ მარკეტზე, დღეს მე ვისაუბრებ ელემენტარულ მარკეტის სტრუქტურაზე. ეს სტრუქტურებია. მარკეტს გვაქვს ესეთი ფაზები, გვაქვს მარკეტზე ესეთი მარკეტის ფაზა გვაქვს კიდევ ესეთი და ნუ პირიქით გვაქვს კიდევ ესეთი. ხო, აი ესეთ მოდი მარცხნივ გაიხედოთ, აი ესეთ მარკეტს ქვია bullish market-ი. Bullish market-ის სტრუქტურის დროს მარკეტზე გეთდება higher high. აი ეს არის higher high და ეს არის higher low. ხო, bullish market-ის დროს გეთდება higher low და higher high. მაიცა? ეს higher high, higher high, higher low. ანუ ეს high, ეს low, higher high, higher low, ეს high am high-ზე მაღალია higher high-ა, ეს low am low-ზე მაღლა არის higher low-ა, higher low, higher high, higher low, higher high, ანუ არ აგრძელდება მსგავსად. აი ამ მარკეტის სტრუქტურას რასაც ხედავთ, ქვია კონსოლიდაცია. კონსოლიდაცია, მაგის მაგალითად მარკეტზე განახებთ და ამ მარკეტის სტრუქტურას ქვია bearish market-ი, bearish market-ი. ნუ აქ დაწერა დამოვიწყე ძალიან დიდი შრიფტები ვწერ, მაგრამ შეცვლა არ ვიცდია. შევცვალოთ. Bullish market-ი. Bullish market sentiment-ი გვაქვს აი ამ შემთხვევაში. ამ შემთხვევაში კიდე bearish market-ი. Bearish market-ის შემთხვევაში მარკეტი იკეთებს lower lows, lower low და lower high. ხო, ეს არის lower high. მოიწემ. Lower high, lower high და lower high. Lower low, lower low და lower low, ეს lower high დამჭირა. მოკლედ, ეს low am low-ზე double არის lower low-ა, ეს high am high-ზე double არის lower high-ა, lower low, lower high, lower low, lower high და ესე გრძელდება. ნუ ეს ელემენტარული გავიგეთ. რა თქმა უნდა, ესეთი მარტივი მარკეტი არ არის, მაგრამ ეს არის ელემენტარული მონახაზი, რაც შეიძლება წარმოუდგინოთ შეგიქმნათ დამწყებებს მარკეტთან დაკავშირებით. ეხლა, აი ამ მარკეტს რო ვუყურებთ, ეს მარკეტი bearish მარკეტია, თუ bullish მარკეტი, რა თქმა უნდა, bearish მარკეტია, იმიტომ რომ მარკეტი იკეთებს lower lows, lower highs, lower lows, lower highs, lower lows, lower highs, lower lows, lower highs და შემდეგ. აი ამ მარკეტს ქვია კონსოლიდაცია და ამ მარკეტს ქვია უკვე bullish მარკეტი, იმიტომ რომ მარკეტი იკეთებს higher high, higher low, higher high, higher low, higher high, higher low, higher high. ასე და ამგვარად. ეხლა კიდე სხვა თემა რაც მინდა რომ ვისაუბრო, მინდა გითხრათ იმ კონცეფტზე, რა კონცეფტებს მივტრეიდობ. ჯერ მოდი ზოგადად ვილაპარაკოთ კონცეფტებზე, ანუ ტრეიდინგ სტრატეგიებზე ბჭყალებში. ზოგადად იცოდეთ, რომ როდესაც რაღაცა ტრეიდინგ სტრატეგია აქვს შემუშავებული და ეს სტრატეგია რა თქმა უნდა პროფიტულია, გატესტელი გაქვთ და იცით რომ წარმატებული შეიძლება მან გაგხადოთ, ხო? მაგ სტრატეგიის შესვლა არ არის რეკომენდირებული რა. არსებობს ბევრი სტრატეგიები, ბევრი ტრეიდ-ოფს support და resistance-ით. ვინც არ იცით რა არის უბრალოდ ერთ-ერთი მარკეტზე მიდგომა ძველი. support და resistance-ით, ინდიკატორებით, რაც პირდაპირ გეუბნებით, რომ სისულელე არის ინდიკატორების გამოყენება და ასევე supply demand-ი, breakout სტრატეგია, trend line-ები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რადგან ჩემი mentorship-ია, მოდი ჩემ პირად აზრს ვიტყვი მაგ სტრატეგიასთან დაკავშირებით. გეტყვით, რომ ეგ სტრატეგიები არ არის რეალური ეს რა მარკეტზე ხდება. აი ეს გამომდინარეობს ჩემი ცოდნიდან, ჩემი ხედვიდან მარკეტზე, ჩემი გამოცდილებიდან ასევე, რაც მარკეტზე ხშირად მინახავს, რაც ხდება და ყველაფერს თავისი ახსნა აქვს ლოგიკური. მაგიდან გამომდინარე შემიძლია თამამად ვილაპარაკო, რომ ყველაზე ლოგიკური, ყველაზე ზუსტი დღემდე რა ინფორმაციას გვაქვს, რაც რეალურად მარკეტზე ხდება, არის აი ამ კაცის კონცეფცია, რასაც ქვია smart money კონცეფტი, SMC.
აი ესეთი კონცეფციას ეძახიან, ვისგანაც მე ყველაფერი მაქვს ნასწავლი და ვისგანაც რაც ოდნავ მაქვს ვისაც ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის ამ ცოდნასთან დაკავშირებით ეს არის The Inner Circle Trader YouTube-ზე. ამ ადამიანისგან მაქვს ყველაფერი ნასწავლი და მისი კონცეფცია მოიცავს აი იმ ყველა სხვა კონცეფციის საპირისპირო ტრეიდს. ეხლა შეიძლება ყურში კარგად მოგხვდეთ საპირისპირო ტრეიდი რო გაიგეთ, ანუ ვიღაცაზე ბევრად მაღლა ვიქნებიო რა. ამ კონცეფციის სწავლა მარტივი არ არის. ბევრს იმიტომ არ მოსწონს ხოლმე რომ სწავლობენ, იბნევიან, ვერ აუდიან ყველაფერს და ამიტომაც ურთულდებათ და მერე იწყებენ ჰეითერობას იმიტომ რომ აი არ ვარგა და არ არის რეალურად რაღაცა და რაღაცა სისულელე სტრატეგიას მიადგებიან, რაც თვითონ ისინი პროფიტული არ არის, მაგრამ ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგაზე არ ვილაპარაკებ რა. რატომ არის ეს კონცეფცია ყველაზე კარგი? მარკეტზე დღეისობით რაც გვაქვს, ინფორმაცია არის ყველაზე ზუსტი კონცეფცია, ანუ მარკეტზე რეალურად რაც ხდება, ეს თქვი, ხო? ამიტომაც ყველას გირჩევთ, რომ თავიდანვე დაიწყოთ ამ ინფორმაციით, იმიტომ რომ მე თავიდან დავიწყე სწავლა supply demand-ით, რაღაცა პატარა ინდიკატორებთანაც მქონია შეხება, მაგრამ მალევე აღმოვაჩინე ეს კონცეფცია და მინდა გითხრათ, რომ თქვენი სწავლას უდააპირებთ, ხო? თქვენი სწავლას უდააპირებთ, აი სწორი ინფორმაციით, სულელებში არ ხარჯოთ დრო, სწორი ინფორმაციით ერთი წესით სრულიად საკმარისი უნდა იყოს ინდივიდუალური ტრეიდერისთვის, რომ შეძლოს პროფიტში გასვლა. ამიტომაც ყველას გირჩევთ თავიდანვე რომ დაიწყოთ აი ამ კაცის კონცეფციით სწავლა. ვისაც გაინტერესებთ თუ რას როგორ მიყოლებით უყუროთ მის პლეილისტებს, ეს ვიდეო მიდევს უკვე YouTube-ზე. YouTube-ზე მაგ ვიდეოს ქვია როგორ დავიწყოთ ტრეიდინგი, ჩემს არხზე. შეგიძლიათ გადახვიდეთ, ყველაზე მეტი ნახვა მაგ ვიდეოს აქვს. და მოდი ახლა უცებ თქვათ, რას ნიშნავს ეს SMC, ანუ smart money კონცეფტი. SMC, smart money კონცეფტი. ეს მოიცავს, როდესაც მარკეტზე ესე ვთქვათ, dumb money, ანუ დებილი ფული გამოსულია მარკეტიდან და დებილი ფული აღარ ოპერირებს მარკეტზე, smart money ტრეიდერები იწყებენ მარკეტზე თავიანთი ტრეიდების აკუმულირებას. ანუ როდესაც ხედავ, რომ trend line ტრეიდერი პროფიტშია, support resistance ტრეიდერი პროფიტშია და ხედავ, რომ რეალურად ისინი მარკეტის რეალური მიმართულებით არ არიან, მაგათ მხარეს ხდება манипуляცია და მეორე რეალური მარკეტის მიმართულებით წასვლა და манипуляციის შემდეგ ხდება ანუ smart money ტრეიდერების ოპერირება მარკეტზე. манипуляცია როგორ ხდება? როდის შედის smart money ტრეიდერი და მსგავს რაღაცებს ამ mentorship-ში ვერ გაიგებთ, იმიტომ რომ ამ mentorship-ში ვცდილობ ყველაფერი შევინარჩუნო ელემენტარულ დონეზე, რომ ეს ყველა თემა ქართველებისთვის იყოს გასაგები და ხელმისაწვდომი. მადლობა ხალხო ყურადღებისთვის, დღეისათვის სულ ეს იყო. შემდეგ ვიდეოს ამ დღეებში დავდებ, სავარაუდოდ ხვალ და წარმატებულ ტრეიდინგს გისურვებთ. იმედია მოგეწონათ.